გორის ხელოვნების სახლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის მერია. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გორელ ფოტოგრაფთა კლუბისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი ორი ფაქტორია. პირველი, უწყება განმარტავს, რომ სივრცეში, სადაც გორის ფოტოგრაფთა კლუბი იყო განთავსებული, ინოვაციების ცენტრის მოწყობას გეკმავს. მეორე მიზეზად კი მერია ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის დარღვევას ასახელებს, რომლის მიხედვითაც კლუბი ცალკე აბონენტად უნდა დარეგისტრირებულიყო და ელექტროენერგიის გადასახადები გადაეხადა. ბრალდებებს გამოგონილს უწოდებენ გორის ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ მერია ხელოვნების სახლის სივრცეში განთავსებული საპროტესტო ინსტალაციის გამოსჯის. ლომჭაბუქთან არსებული მუნიციპალური სივრცე უზურპუქით ჰქონდა გადაცემული გორელ ფოტოგრაფთა კლუბს. კლუბს ხელშეკრულება შეუწყდა ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტის შესაბამისად, სადაც სალსახაწერია, რომ მუნიციპალიტეტს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს ჰქონდა შეთანხმების შეწყვეტის უფლება. გორის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სივრცეში გეგმავს ინოვაციების ცენტრის მოწყობას ახალგაზრდებისთვის, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, 3D პრინტერით, ლაზერული ჭრისა და გრავირების აპარატით, ინტერაქტიული სმარტ დაფით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას. ცენტრში მოეწყობა საგანმანათლებლო აქტივობები, ჩატარდება ტრენინგ სემინარები და ეს იქნება სივრცე სტარტაპების, იდეალური გაერთიანებებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში დარღვეულია ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაც, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. აიფს ხელშეკრულების მიხედვით უნდა განეხორციელებინა ელექტროენერგიის განმხოლოება და კომუნალური გადასახადების გადახდა, რაც არაა შესრულებული. დენის განსახადს რაც შეეხება ახლა წეღან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ პირველი რაც არის და თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არ არის მითითებული თარიღი, რა პერიოდში უნდა მოხდეს, თუმცა ანუ ჩვენ შეტანილი ქონდა ენერგოპროს დარეგისტრირებული განცხადება შეგვიძლია ამოვიღოთ ეგეც და ენერგოპროსგან მოვიდა უარი, რომ მერიამ უნდა თანხმობა მოგცეს, ისე არა. და ჩაკეტილი წრია მაგას ვერაფერს ვერ უზა. ეგ ერთი. მეორეს რაც შეეხება თვითონ მერიის განცხადებას, ეხლა სრულელია პირველი იმის გამო, რომ თუ ეს ჩაფიქრებული ქონდათ ძალიან კარგად უნდა ბიუჯეტში უნდა ყოფილიყო ასახული, ეს პირველი, მეორე, ანუ მუნიციპალიტეტში იმდენი ცარიელი შენობაა თქვენ ვერ წარმოიდგენთ, სადაც შეუძლიათ რომ გააკეთონ და არა ვთქვათ რომელიღაცა ორგანიზაციის გამოსახლების თუ გაყვანის ხარჯზე. და მათ შორის ეს მუნიციპალური შენობები დღესაც არის უფუნქციოდ დარჩენილი და იგონებენ ადამიანები რომ რაღაცაა ვითომ. თუ არა, ყველამ კარგად ჩავხედოთ რეალობას თვალებში და ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა მოგვატყონ, იმიტომ რომ შედარებით ჩახედულები ვართ ამ სფეროში. მერიის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდება სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას, რაც არის მთლიანად ქვეყნის პრობლემა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ დავთმოთ ხელოვნების სახლი ასე უბრალოდ და მარტივად. ჩვენ უკვე შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი და რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ აქაურობისთვის.